მოგესალმებით მეგობრებო, უკვე მეოთხე ფინალში დავბრუნდით World Class-ზე Chelsea-ც და 3 და ისევ ლივერპული. ვერ მოვიშორეთ მოკლედ ეს ლივერპული, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გავართ ნახევარფინალში, რომელიც იქნება პირველად ამ წელს 3 დღე დარჩა ამ ივენტის დასრულებამდე, ანუ ამ ტურნირის დასრულებამდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ და გავაღწევთ რამენაირად ძირითად, ანუ ნახევარფინალში და ჩემი აზრით არის კარგი შანსი. პირველი თამაში არის სტენფორდ ბრიჯზე. ვნახოთ რა მოხდება. კაისედო. ესტევაო. ისევ კაისედო. თავარი აქ დავიწყოთ გოლით თავიდან მაკალისტერს გვეთამაშება. მაქვს იმედები სხვათა შორის, მეგობრებო. პეშერესთან ესეთი სენსაციური გამარჯვების შემდეგ მოლოდინები მაქვს ძალიან მაგარი შეხვედრა იყო. უბრალოდ დრამატულია, სენსაციური, ძალიან დრამატული შეხვედრა იყო. ისეთი დრამატული დიდი ხანი FC-ში არ მითამაში ისეთი დრამატულად პენალტების სერიაში. ნუ ჰაიტით უფრო მაგარი შეხვედრა იყო ის ჰაიტიზე მაგარი შეხვედრა ის იყო რა მეგობრებო, თავის დაძაბულობით რა. თორე ლეგენდარიზე იყო და ყველაფერი ისე გავიდა, იქ ბურთი უნდა დამეჭიდა და აქ არ მქონდა მაგის უფლება PSG-ზე, როცა დამაპრესინგებდა ხოლმე. ბოლო წუთზე ის კვარაცხელიას რა მომენტი ქონდა, კიდევ პენალტი ავიკიდეს სანჩესმა შეცდომა დაუშვა და მოკლედ ბევრი რამე მოხდა ამ თამაშში, მაგრამ საბოლოოდ გავაღწიეთ რაღაცნაირად მაინც მეოთხე ფინალში სადაც ხვდებით ახლა ლივერპულს და ჩემი აზრით ლივერპულთან რევანშის აღების დროა, იმიტომ რომ ორჯერ 3-0 თუ 4-0 წავაგე და ნუ ორი თამაში ჯამში ძალიან გამანადგურეს და ალბათ შაბეჭდილება დაგშეთო სუსტი ვარ ამ თამაში, მაგრამ არანაირად ლეგენდარიზმი ყავს ჰაიტი ბოლოს მეოთხე ფინალში გაყვანი და მეოთხე ფინალში კი ნაღამ ნახევარ ფინალში გავიყვანი. ესტევაო. კარგი თაკრება, ჟოაო პედრო. კარგი პასი. საკმაოდ კარგად ვიჭერთ ბურთს. ბურთის დაჭერა აქ არის მნიშვნელოვანი. პოზიციური შეტევები. კაისედო, მოძებნა ჟოაო პედრო, კარგი პასის გაუკეთა. ფერნანდესი, ენცოს ძალიან სულ თამაში ქონა პარისთან ორივე თამაში, მაგრამ საბოლოოდ ეხლა ვნახოთ როგორი თამაშობს. ენცო ფერნანდესი დამატებაზე ნეტუა, პედრო ნეტუ და ალისონი რა ბურთებს იგერიებს. ერთი ძელი და ერთი ალისონ ბეკერი. ბრავო, კარგი მომენტი იყო, არა უშავს. ენცოს მომენტი ვნახოთ მეგობრებო, ლივერპულის შეტევა ტაიმის ბოლოს უგო ეკიტიკე დარტყმა იღო ეს ბურთი. კარგი იყო რობერტ სანჩესის ეს მოგერიება და კუთხური ბოლო წუთზე. აი აქ ვილჯირი რამენაირად ჩავყიდოთ იქნებ ჩაწოდება. ეს არის საშიში, არა მოვიგერიეთ. კონატე და ვილჯირი იყო აქ საშიში. მოდის პედრო ნეტუ აკრიფას ისწრაფი, მაგრამ დრო აღარ იყო და პირველი ტაიმი 0-0. ჩემი აზრით კარგი შთაბეჭდილებით დავტოვით და ამ თამაში ფავორიტები გამოიკვეთა პირველი ტაიმის შემდეგ ეჯერიობით ჩვენ ვართ, იმიტომ რომ უფრო მეტი მომენტი ჩვენ ქონდა ვიდრე ლივერპულს წავედით გავაგზავნოთ მეგობრებო. ნეტუ რა კარგია კაისედო, ესტევაო რა თქმა უნდა გაუძრეს კერკეს. მილოშ კერკეზი ესტევაო ვილიანის წინააღმდეგ დაუძრავ ესტევაო ვილიანი, შეიძლება პედრო ნეტუზე გადატანა, ფლანგები უნდა დავტვირთოთ აუცილებლად. პედრო ნეტუ დატრიალდა ენცო. ოჰოჰო, ენცოს პასი ესტევაო ვილიანმა შეიწია და არტყა და ესეც მოგიგერია. ალისონს კარგი თამაში აქვს. საკმაოდ არ დავისაძვით ამდენი ვერ გამოყენებული მომენტის გამო. სალახს არ უნდა გაუყოლოსო, სალახი სწრაფია და აქ მეგონი გარდაუვალი იქნება გოლი. აქ ჩაწოდა, აი ამას სალახი იმდენად სწრაფია, რომ აქ ვერ გავაჩერებ და პასებიც არანორმალურად მაგარი აქვს. არა უშავს 0-1. უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია ამ თამაშის შემდეგ და რამენაირად დავკაჩოთ. პალმერი კარგად გავათამაშეთ, ესტევაო ჟოაო პედრომ შეიწია და არტყა და გაიტანა. 1-1 ძალიან მალევე პასუხი ჟოაო პედრო ლივერპულთან მოთანაბრებთ ანგარიშს. ძალიან მიხარია რომ ესე მალე შევძელით ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ იცოდეთ რომ ჩვენ ამ თამაში არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები 1-1, იმიტომ რომ მე სახში ვარ და მეორე თამაშის წინ მინიმუმ 1 ბურთიანი გამარჯვება მაინც გვინდა აუცილებლად წავალ შეტევაზე, იმიტომ რომ აქ მოგება აუცილებელია. ვიცი ლივერპული ძალიან მაგარი თამაშობს საკუთარ სტადიონზე. ესტევაო კარგად ნახა კაისედო
ის კაისედო ბურთით დავჩევით ჩვენ, არ გადაუშვით, იმიტომ რომ მაგაში რო იკარგება, კაისედო, კარგი ლაკროკეტა გააკეთა, მაგრამ პასი იყო შემდეგ არაზუსტი. ლაკროკეტას შემდეგ პასიც კარგი რო გაეკეთებინა, კარგი იქნებოდა ბოლომდე კარგად ჩაიძლებოდა ეს მომენტი. ენცო ფერნანდესი, პედრო ნეტო გავათამაშეთ ძალიან კარგად პალმერი. ჟო პედრო. ესტევაო. რა პასაკეთებს ესტევაო ვილიანი და კუთხური, რა თქმა უნდა კუთხური არის. არ იყო როგორც ჩას ოფსაიდი მომენტში. თავი შეუძლია. ჟო პედროს დაგდება პალმერი! კოულ პალმერი! ბაზერ ბითერი ჩაუგდეთ როგორც კალაზბურთის ზედაზე. კოულ პალმერი 91 წუთზე ლივერპულს უტანს და უახლოვდებით ნახევარფინალს. თუ ამ შემეორე შეხვედრაში ერთ გოლს ეგრევე გაუტან. ძალიან კარგი. სრულპასოვანი რევანში უნდა გავაკეთოთ აქედან და მე იქნებ რეალსაც შევხვდეთ, ვნახოთ. რა მოხდა შუა მეორე თამაში 2-0 მოუგო რეალმა. ატალანტას 3-1 წააგო, შორის ბარსელონამ ტოტენჰემთან. 2-2 დასრულდა ბუდეგლიმტი არსენალთან, ჩვენ 2-1 მოვიგეთ. წავედით, პირდაპირ გადავაბათ. ნახოთ. უდრამატულესი თამაში გამოდგეს იქნებ ესეც. მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ აქამდე არ მივა როგორც პარისთან იყო, იქ პირველ თამაში 1-1 იყო დასრულებული, მეორე თამაში 1-1, ამიტომ იქამდე პენალტებამდე არ მინდა რომ მივიდეს და დიდი იმედი მაქვს რომ ლივერპულელებს ენფილდ როუზე გავაგდებთ და გავალთ ნახევარფინალში და ნახევარფინალს თუ გავედით უკვე მაგვიდოს ხვალ ხილავთ დღეს აღარანაირად აღარ დავდებ, მაგრამ ნახოთ. ენცო ფერნანდესი ამოაქვს კარგი შეტევა, ესტევაო, კარგია, კარგად დავიწყეთ ჯერჯერობით უკვე ბურთი მალევე ჩაუჭერით ლივერპულს, მაგრამ ლივერპულმა სწრაფად არ უნდა გაგვიტანოს თავარია. აბა კუკურეია, მარკო კურეია, სობოსლაი დარტყმა იქნება და აქ არ დაგცვალდა სიხარული რაიან გრავენბერგმა უკვე გაგვიტანა. ნუ არ იყო ეს კარგი შეტევა და სამწუხაროდ დასვისხრი არ იყო კარგი შეტევა, ესტევაო. მალევე გვინდა პასუხი აქ რომ ფსიქოლოგიური უკეთესობა დავიბრუნოთ. და ახლა ლივერპულს აქ რა თქმა უნდა რის ჯეიმსი კარგად აკრიბა სისწრაფე რის ჯეიმსი შეიწევს დარტყა 1-1 ძალიან მალევე რაიან გრავენბერგის გოლს მოყვა რის ჯეიმსის გოლი და უკვე კარგია რომ დავიბრუნეთ ფსიქოლოგიური უპირატესობა 2-3 ხო ეგონა ყველასო ლივერპული უკვე მოსაგება წავიდა და არანაირად უკვე ისევ დასაკაცი აქ ლივერპულს ანგარიში არის საქვია 2-3 ორი თამაში ჯამში და ისე 1-1 ჩაწოდება კარგი იყო ეხლა ამჯერად უკვე არ გავიდა გრავენბერგი რაიან გრავენბერგი დუბლს გვისრულეს აქ სამწუხაროდ 1-2 ისევ იგივე ანგარიშია ისევ წინ გადის ლივერპული ისევ გვიტანაბრებს ისევ პასუხი გვინდა ესტევაო ისევ ამ ფლანგიდან ეს ფლანგი ძალიან იწვევდება ჩვენ გუნდში პალმერი პალმერი პასს აკეთებს ენცოზე, ენცო ფერნანდესი, პედრო ნეტუ, შემოტეხა პედრო ნეტუ. რა კარგად შემოტეხა, მაგრამ აქ საბოლოოდ დაცვა კარგად ითამაშეს. არ გამოდის სამწუხაროდ. იდეალურად გააკეთეს ყველაფერი და 3-1. ვარდებით ისევ ლივერპულთან. იგივე ის არის სცენარი, რაც პალმერზე კოულ პალმერი აიღო ალისონმა რა კარგი შეტევა, კარგი შანსი იყო ნამდვილად ეხა, მაგრამ პედრო იქნება ხდეს ამოაქვს ვანდაიქს პალმერი არა უშავს ტაიმი წინ არის ანგარი ორი თამაში ჯამში რომ გავათანაბროთ მაგისთვის არის მხოლოდ გოლის საჭირო თუ მოგება გვინდა ორი გოლია მაგის საჭირო და ნუ აქ ვიგებდით საერთოდ თამაში დაწყებამდე და ამ თამაშიც მაგრამ არ დაგცვალდა რაიან გრავენბერგის ბენეფისი აქვს უბრალოდ ნუ რაიან გრავენბერგს კენცო ვერ ვაჩერებ კოდი გაკმოს და რაიან გრავენბერგს ნიდერლანდური დუეტია კრის ჯეიმსი კარგია ძალიან კარგი შეტევა გვაქვს ჟო პედრო გავა ის პასი კი ბატონო
კარგია დაელოდოს ესტევაოზე შეიძლება პასის გაკეთება ესტევაუილიანი საკმაოდ კარგი პასი ესტევაუილიანი ჟოო პედრო და ალისო მეგერი რა ლამაზად აკეთა ყველაფერი და მაინც არ გავიტანეთ იქნება ვანდაიკამდე არ ჩაუშვათ გურჩალობა ამას ჩაწოდება აიღო ალისონმა ესე საიღო ალისონმა ну ბენეფისი ნამდვილად ალისონისაც ჩალობა თავით თამაშობს გამოუხს ლივერპულელებს ну დრო გადის იწელება რა ხდება დაეწევა გადავიდა 68 წუთი 6-7 პედრო ესტევაუილიანი რა თქმა უნდა გაცდება მილოშ კერკეს აქ საუბარი წარ უნდა რომ გაცდება მაგრამ კერკეზმა ფეხისად ჩაუტოვა მოაკლი ლივერპულს შეტევა ფლორიან ვირცი ოფანა აისედო ჟო პედრო ვილიან ესტევაო ჟო პედრო ალისო ბეკერი ესეც აიღო მეცინება სამწუხაროდ მაგრამ სასაცილო არაფერი არ არის აქ ჩაწოდება ფოფანა ვერ შეწვდა ამბულს 3 წუთი დამატებული ბოლო შეტევა პედრონეტუ რატო დამიმთავრო შეტევა მქონდა სად გამოვარდით მეგობრებო აღარ მაქვს აგერცდა ეს ივენთი თავდება 3 დღეში სად გამოვარდით რეალთან რა ახლოს ვიყავით რა ახლოს შეიძლება მეგობრებო ესეთი უიღბლობა